თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ნიჭიერის მეოთხე ნახევარფინალური შოუ. მივესალმოთ ჩვენს წამყვანებს, ვანიკოს და გიორგის. როგორც იქნა გავიდა ერთი კვირა, როგორც იქნა მოვიდა ორშაბათი და როგორც იქნა მერე მოვიდა საღამოს 10 საათი და ჩვენ ისევ ერთად ვართ. მე კიდევ ერთხელ მინდა მივესალმოთ ჩვენს ყველაზე ერთგულ აუდიტორიას. მოკლედ როგორც შეამჩნიეთ ჩვენთან ნიჭიერში უკვე სახალხო განწყობა და ასევე გახურდა ნახევარფინალები. ჩვენ წინა ორშაბათს გამოვავლინეთ ორი ფინალისტი, ხალხის რჩეული ანსამბლი ჩხოროწყუ და ჟიურის არჩევანი Malcolm India. ვანიკო, გახსოვს, სულ ვიმეორებდი მეთქი, რა საჭიროა ეს X-ები და წინა ორშაბათს ნიკამ ისეთი ზრიალი ატეხა, რომ მივხვდი, რომ თურმე საჭირო ყოფილა. არა, მოდი დღეს არ გვინდა ამაზე და პირდაპირ ქუხარე აპლოდისმენტებით შევხვდეთ ნიჭიერის ჟიური. მაჩერზე! რუსთავიორის გენერალური დირექტორი ნიკა გუბარამია. ასეთი ოვაციებით ხდებიან ჩვენს გენერალურ დირექტორს, ეს ძალიან კარგი ფაქტია. მივესალმოთ ნიკა გუბარამია. ყველასთვის საპარელი ია ფარულავა. უიტერესი მსახიობი, ულამაზესი კაბი, მეტი რა გინდა? რა ვიცი, კამარი როგორ უხდება? არა შეუძლებრივად. აი ასე ოვაციებით ხდება იას პუბლიკა. დავაძლიეროთ აპლოდისმენტები ია ფარულავა. მსახიობი და ტელეწამყვანი, ყველაზე პოზიტიური ადამიანი მთელ მსოფლიოში გიორგი რუსკა მაღაშვილი. როგორ კაბაში გამოწყობილა. რაღაცა ფერი, მომეწონა ძალიან. გამორჩეული პუბლიკაც სათანადოდ ხდება. რა თქმა უნდა. მივესალმოთ აპლოდისმენტები გავაძლიეროთ, მეგობრებო, ეს ხომ რუსკა მაღაშვილია. ყველაზე აქტიური და ენერგიული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. გვაოცებენ და გეცე რაღაცა რასნაურად ამასად რა სწავარია განსაკუთრებულად წინას კაციან ქალიანას მეგობრებო. მივესალმოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე, იგივე ჯოლა. რა უნდა ჯოლას არ სადარის გარება როგორც ელინა ბიჯის კი ბატონო დინჯად არავის არტოვებს გულდაწყვეტილს ყველას ართმევს ხელს და პუბლიკას აპლოდისმენტებით ხვდება. მივესალმოთ ლევან წულაძე, იგივე ჯოლა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით პატივცემულო ჟიური და მაყურებელს კი მივმართავ და ვეტყვი, რომ ჩვენი წარდგენია ზედაზელია ბარავანიკო. ხოლო გენერალური სპონსორი ბარამბო, კბილის საახალწლო განწყობა, გემრიელი ქართული კბილეული თქვენ საახალწლო სუფრაზე. ახლა კი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რა პრიზს მიიღებს ნიჭიერის მეექვსე ყველაზე მაგარი სეზონის ტრიუმფატორი მეგობრებო. დეველოპერული კომპანია Epic Development ნიჭიერში გამარჯვებულს გადასცემს მის მიერ აშენებულ ერთ-ერთ კორპუსში ბინას, დელისი ჰილი, მშენებლობა რომელსაც ვენდობი. Online ტოტალიზატორი და კაზინო ლიდერბეტი ასევე საჩუქრად გადასცემს ავტომობილს. ლიდერბეტი აზარტი ყველა გემოვნებისთვის. მოდი ახლა გადავინაცვლოთ კრედიტონის ოთახში, სადაც ლიკა ქორქია იმყოფება კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად. ლიკა, მოგესალმებით. მოგესალმებით კრედიტონის ოთახიდან ვიტყოდ დღევანდელ ნახევარფინალს და ჩემთან ერთად ჩვენი გულშემატკივრები არიან. პირველები დღეს იქნებიან Seoul area და მათი გულშემატკივრები Seoul სტუდენტები მოვიდნენ იმისათვის, რომ თავიანთი მეგობრები გაამხნევონ. ასევე აქ არიან პატარა მოცეკვავეების ლიზის და დაჭის და ასევე ნიკა კაციას
გულშემატკივრები. მოკლედ ეს მონაწილეები წარდგებიან თქვენ წინაზე სულ მალე ნიჭიერის სცენაზე. ჩვენ კი შემოგერთებით კრედიტონის ოთახიდან უკვე სხვა კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად და განვაგრძობ მაურიან და აქტიურ გულშემატკივრობას. დიდი მადლობა ლიკა და მოდი დავიწყოთ არა მეოთხე ნახევარფინალი. აუცილებლად. რომელსაც გახსნის Seu Arias. არ არის რომ ის გეტყვით რა თქმა უნდა. ჩვენს ნომერს ყველაზე მეტად ეხმარება გუნდური მუშაობა, რადგან სამივე ვინაწილებთ სხვადასხვა საქმეს. მე ქორეოგრაფიას და თა პროექციას და გვანცა მუსიკას არჩევს. თქვენი გამოსვლის მომენტი ეს დაახლოებით 3-ად გაიყვება ეკრან. რადგან მე შუაში ვდგავარ, საერთოდ ჩავქრები. გამორიცხით არ იქნება და ამას უფრო ბევრი სამუშაო უნდა, ქორეოგრაფია უნდა გავაკეთოთ უკვე ამაზე. ყველაზე რთული სამუშაო აქვს დათას, რადგან მილიმეტრებში არის განსაზღვრული პროექცია და რა თქმა უნდა ქორეოგრაფიასთან ერთად როცა სრულდება ეს ყველაფერი უნდა იყოს ზუსტად დამთხვეული ერთმანეთთან. ორივეს მიქსი იქნება. თვლით რომ ჩვენი შრომა იმსახურებს ფინალში ყოფნას და ჩვენი ფინალში ყოფნით უფრო მრავალფეროვანი გახდება ჭირი. Seu Arias. და რას იტყვის ჟიური, მოდი ნიკათი დავიწყოთ.
ნუ პირველ რიგში იმას, რომ ძალიან დიდი მადლობა უნივერსიტეტს, რომელიც ყველაზე უფრო, ხაზგასმულად ვამბობ, ყველაზე უფრო სისტემატიური მომწოდებელია ნიჭიერი პერსონაჟების და მონაწილეების ამ ქვეყნის ყველაზე უფრო რეიტინგული შოუსთვის, ნიჭიერისთვის. მადლობა სეუს. პირველ რიგში. მადლობა რუსკარაზე. არა, არ დამთავრებია, არ დამისრულებია. ვანიკო, მისმინე ხოლმე, შინაარსსაც უსმინე ხოლმე. მარტო პირის მოძრაობას ნუ უყურებ. მე მგონია, რომ ეს საინტერესო ამბავია, რასაც ჩვენ ხედავთ, იმიტომ რომ ეს არსად არის სწავლება, ეს თქვენ თვითონ უნდა მოიგონოთ, გააკეთოთ გრაფიკა და შემდეგ განახორციელოთ. ამიტომ მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო უზუსტობები, შეიძლება ამის უფრო მეტად განვითარება და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის მიუხედავად მგონია, რომ ეს არის საინტერესო, ეს არის ახალი, ეს არის ის, რაც არსად არ არის თქვენია და მგონია, რომ თქვენ იმსახურებთ იმას, რომ კიდევ ერთხელ მოგცეთ ჩანსი, ოღონდ ამაზე უფრო კარგი უნდა გვაჩვენოთ იმ ვითარებაში თუ იქნებით ფინალში. აუცილებლად ძალიან კარგია, საინტერესოდ გამოიყურებით, რაც თავარია. მადლობა. რუსკა? პირველ რიგში მინდა მართლა მადლობა უთხრა სეუს, ესეთი ორიგინალურები რო ხართ ყველა და მე ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი იყო ეს ყველაფერი, ძალიან კრეატიული იყო ეს ყველაფერი და ბრავო კიდევ ერთხელ, მაგრები ხართ ძალიან. ნანუკა? რომელ ფაკულტეტებზე სწავლობენ? ბატონო? ჟურნალისტიკა? ჟურნალისტიკა. თქვენ? ბიზნესი. და თქვენ? ბიზნესი. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეს არ არის თქვენი პროფესია. იმის მიღმა რასაც აკეთებთ, აპლოდისმენტები. ამიტომ გასმაგად უფრო დასაფასებელია, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით ნიჭიერისთვის მოინდომეთ და ამის მიღმა სწავლობთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური დასაწყისი იყო ახლა ამ ტურის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, თქვენ რა ნახევარფინალში გადაგიყვანეთ. ახლა უკვე ჯერი მაყურებელზეა და მე მაქვს ამ მაყურებლის იმედი. მადლობა ჟიურის მაყურებელს კი მიუმართავთ თუ გსურთ ეს არაჩვეულებრივი ჯგუფი იხილოთ ფინალში, მაშინ ეხლავე ამისათვის უნდა იღოთ მობილური ტელეფონები და დაურეკოთ მათ ნომერზე 09333301 და აპლოდისმენტებით გავაცილოთ. სეუ ერიენ. ბრავო. და გრძელდება ჩვენი დღევანდელი ნახევარფინალი, მეოთხე ნახევარფინალი. რა ხდება? რა ხდება უკაცრავად? ბოდიში. ამ პრობლემა ხო არ არის? ვანიკო. გაიგე? ვანიკო. გიორგი. თუ შეიძლება ავანთოთ შუქი, იმიტომ რომ ეს უკვე ზედის მეტია. დიდი მადლობა. ჰოპ. არაფერს თქმა არ გინდათ. სახეზე გეტყობათ რა ბედნიერებიც ხართ ჩემი დანახვით. ესე გააგრძელეთ, მე იქ ვიქნები ბარამბოს ოთახში. დიდი მადლობა. აბა თქვენს. გავაგრძელოთ არა გიორგი? ხო რა. მაშასე პატარა მოცეკვავეები დაჩი და ლიზა. She's the kind I'd like to flaunt and take to dinner. She's a lady, and the lady is mine. დაჩი 8 წლის. მე ვარ ლიზა 7 წლის. დასაკეთებდი. თამაშობდი და ისე კი არ თამაშობდი. მოდუმებული გელოდებოდი. სამხედროდ. ჩვენ გავიცანით დარბაზში ერთად. ძველ დარბაზში. საღამოს მივედი. ხო, საღამოს მოვიდა და დავიწყეთ ცეკვა. მე დავიწყეთ თამაში. ყოველ კარგად შენ ჩამხარ. ესე ჯგრო იყო მაქამდე უკვე ისეთი გაცნობილები ვიყავით რა
ხან მაგას ხან ჩებოდი ამას და ხან ეკჭებოდა. ეს ჩემი დასავით არის, მე ამის მასავით ვარ. აი ესე. გაჩი. თან ბაბა უნდა მოგიტანოს. მამჩემ მომიტანა უკვე ბინტები და ხეთათმანები, თოვლს ბაბუ რაღაც მინდა. არც არ არსებობს როგორ არ არსებობს? თოვლს ბაბუ ერთხელ ტელეფონიდან მივიკას ფოტოშორის და მამაჩემს ხალხს საერთოდ ერგავდა. რაღაც სინეებს ჯერა. იმიტომ გვინდა ფინალში გადასვლა, რომ ეს სხვა ქვეყნებიდანაც, თბილისიდანაც რომ გაგვიცნოს. ხალხმა რომ გავკეთოს ტელევიზორიდან. პირველ ადგილზე გავიდა ლიზი ჭეშია. დიდს ვერ მოგცემ დიდი. გაჩიდა ლიზა. დაჩი და ლიზი, დაჩი როგორ აკეთებდი? ამას როგორ აკეთებდი? გვასწავლე. გენიალური. როგორო? აბა როგორო? ვანო როგორო? ჩემგან გაინტერესებს? ხო, როგორო? აი რა ინტერესებია ამაშია საკ. გიორგის უკეთესად გამოსდის ვანო. გიორგის გამოცდილება აქვს. ეს რაღაცა ამითვალისწუნეთ. კომპლიმენტი მიღებულია. ეგ შეუძლებელია ვანო. კარგი, შენი ათვალისწუნება კაცობრიობისთვის შეუძლებელი ამოცანაა. მადლობა. გადავიდეთ ბავშვებს. ეხლა რა შეეხება ბავშვებს? რაღაც დაინახა იქ ბავშვმა. ამბავი ის არის, რომ ეს ბავშვები ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ნიჭიერები არიან პირველ რიგში, იმიტომ რომ თავისი ასაკობრივი კატეგორიისგან რადიკალურად განსხვავდებიან თავისი მონაცემებით, ჩემი აზრით. მე რო წარმომიდგენია ეხლა ჩემი შვილი, რომელიც 8 წლის არის, პირველი ესე დისციპლინირებული რო იყოს, რომ აი ეს ყველაფერი ისწავლოს და ამისთვის თავი მოუყაროს და მე ეხლა ესეთი არტისტიზმიც, ესეთი მოწესრიგებულობაც, ესეთი მოძრაობები, ამასაკში ესე მწყობრად ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან რთულია, იმიტომ რომ სხეულის დამორჩილება, მიმიკის დამორჩილება, შინაარსის გაგება, რაც თავარი, რას აკეთებს ამ ბავშვებს ეს ესმით და მე არ ვიცი როგორ იცოყებენ ესენი 10 წლის მერე და როგორ იქნება მათი შეფასება უკვე როგორც დასრული მოცეკვავეების, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ დღეისდღეობით ამ ასაკის ბავშვებისთვის ისინი არიან ძალიან ნიჭიერები და თუ გვინდა რომ ყვავდეს ვუნდერკინდები ფინალში, მათ უნდა დავურეკოთ. აი, შვენიერი. ია? ნიშნავი ნათქვამია, პატარა
ძალიან საყვარელი ლიზი და დაჩი, გადასარევი ჯაივი იყო რაღაცა პატარა ანსინქრონები და ამბები. ჩაერთა, ვარამიას მიეწით მეორე სიტყვა. ჯაივი იყო. ჯაივი იყო. ეს არ ჯაივი. რა არის, იცი? ცოტა ბავშვებო უკეთესად შეგიძლიათ, ცოტა ისე იყო, აი ასინქრონი იყო, მე თქვენ ისეთი ნიჭიერები ხართ. ბავშვებს არ და ვანოს უკეთესად შეუძლია. ბავშვები ისედაც კარგები. ბედაში შეგვიძლია გავიდეთ. აკუიატებული ყავს დღეს ყველა ნომერში რაღაცა უნდა უთხრა. რაღაცა გენიალური. მზად ვარ ყველაფერს. ბავშვებო, თქვენ თოვლის ბაბუას რატო არ თხოვეთ, რომ ფინალში გადახვიდეთ? მოდი ეხლა ყველამ ერთად თხოვოთ, რომ თოვლის ბაბუასო თქვენ აუცილებლად გადახვიდეთ ფინალში. არსებობს თოვლის ბაბუა? აბარა. უნდა. როგორ წერილები დაჩი და ლიზი, თოვლის ბაბუა არსებობს თქვენი აზრით? კი. კი. საცხოვრობს? არა. აბა ჩამოყალიბდით, კი თუ არა? კი. კი? ხოდა თხოვოთ. აბა მითხარით, კი თუ არა? კი. უთხარით, რომ ფინალში გადასვლა გეხვეწებით. და ყველაფერი შეუძლია? ყველაფერი შეუძლია. სიკეთის კეთება შეუძლია ბავშვებს. ესე კი. კი. კარგი. კი. და ყველაფერი შეუძლია? აბა თხოვეთ ფინალში გადაყვანა. თოვლის ბაბუა. ჩვენ გინდა ფინალში გადასვლა. თავარი ეგარი, გაიგო თოვლის ბაბუა. ნახოთ თუ არსებობს და ყველაფერი თუ შეუძლია. ხალხია. ველოდებით თოვლის ბაბუას ჭოლა გთხოვთ, თქვენ შეგვაფასეთ. მე მხოლოდ დამრჩენია რომ თოვლის ბაბუას ვთხოვო რომ ძალიან გთხოვთ ძვირფასო თოვლის ბაბუა გადაიყვანეს არაჩვეულებრივი ბავშვები ფინალში მეც გამახარებ ამათაც და ყველასაც ვის მასაც მათ ნახავს დიდი მადლობა ჟიურის და თოვლის ბაბუებო ხოთ დაურეკეთ ამ პატარა ძალიან საყვარელ ბავშვებს ვისაც ჯერათ არ ჯერათ ყველამ დაურეკეთ ამ ბავშვებს ნომერზე 0933303 ხურმალი აპლოდისმენტებით გავასილოთ დაჩი და ლიზა მე მინდა ჩვენს ერთგულ მაყურებელს შევახსენო რომ ნიჭიერის დღიურები თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოველ ორშაბათს გაზეთ პრაიმ ტაიმში ნიჭიერის ექსკლუზიური რადიო პარტნიორია ფორტუნა ოქრო სტანდარტი FM-ზე. აი ხლა გადავინაცვლოთ ნიკა გრიგოლიასთან. ბარამბოს ოთახში ნიკა რა ხდება შენთან? კაცი ილუზია, ნიკა კაცია მართლაც მაგარი კაცია. გახსოვთ ალბათ, როგორ მოატყუა მან ჟიური აი ესე შესარჩევ ეტაპზე და პირდაპირ ნახევარფინალში გაჩნდა. ის აქ არის ახლა ჩემთან ერთად. დღესაც გაგვაუსებს ძალიან მაგარ ნომერს პირდება. რა თქმა უნდა, წინასწარ საიდუმლოს არ გაგვანდოთ. არა, რა თქმა უნდა. მე მითხრა შემიძლია შენ გითხრა, მაგრამ მე ვერაფრით ვერ გადმოვცემდი ამ ყველაფერს, ვერ გეტყოდით რა უნდა გააკეთოს. ამიტომ რაც კარგად შემიძლია, ეს არის მისი ნომერი. 0933303 აუცილებლად ვურეკავთ მაგს პრესტიჯიტატორს ილუზიონისტს ჩემს მეგობარს ნიკა კაციას, რომელიც მოემართება თქვენკენ სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვნახოთ ვიდეო. უბრალოდ კარტი აიღეთ. ზემოდან აუცილებლად. ბატონო ნიკა, თქვენ ერთი კარტი ამოერჩიეთ, ხომ? შესაშიში ხარ. ძალიან მომეწონა და დარწმუნებით გეუბნები კი. ნიკოლოს 5 გიგა. სწავლობ სკოლაში. ვარ მე-10 კლასის მოსწავლე. უკვე 3 წელი რაც ილუზიონისტობამ გამიტაცა, ამის შემდეგ ყველაფრისადმი შემეცვალა მხედვა. ილუზიონისტისთვის მთავარია ხელისისწრაფე და ასევე მას უნდა შეეძლოს ადამიანების ამოსრობა, რომ შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გამოიყენოს თავის სფეროს. ბევრი ილუზიონისტის ნომრებს უყურებ ხოლმე ინტერნეტის საშუალებით და შემდეგ ვცდილობ ეს ყველაფერი შინაურ კაცში ახსნა და გავიგო ყველაფერი როგორ კეთდება. მოგესალმებით, მივესალმე მაყურებელს, მოგესალმებით ჟიური. დღევანდელი საღამოსთვის მე მოვიტანე 2 ბანკო. პირველი ბანკო აბსოლუტურად ჩვეულებრივია, ხოლო მეორე კი არაჩვეულებრივი. და ეს ბანკო შედგება ადამიანებისგან. ქალბატონ რუსკა, მე დღეს ჭირდება თქვენი დახმარება. თუ შეიძლება რომ მომზადე სცენა ეს დამეხოთ ნომის შესრულებლად. ამოვიდე? დიახ. მოვდივარ. აპლოდისმენტებით გავხილავთ ქალბატონი რუსკა. ქალბატონი
გამოვზანდით შეიძლება სცენაზე. მადლობა დიდი. ვერავწდი სცენას. მოგზანდით. წესები არის ძალიან მარტივი, თუ შეიძლება დადექით აქ, სახით ბანკოსკენ. ზურგით დავდგე? დიახ. ბოდიშს მე უბრალოდ ჩვენ აგვიხსენით, ჩვენსკენ გამოიხედე და ჩვენც აგვიხსენი რომ ვიცოდეთ და თან ნელა ილაპარაკე და გარკვევით. კი ბატონო. ისაუბრეთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინაშე არის ჩვეულებრივი ბანკო, ხომ? თუ შეიძლება რომ არიოთ ერთმანეთში და შემდეგ მოთავსდეთ სწორხაზოვნად. ქალბატონო უსკა თქვენ არაფერი არ შეცვალოთ და ელოდეთ ჩემს ნიშანს. ქალბატონო ანუ კამეკი მოვა თქვენ. ქალბატონს ნუ მეძახი. კი ბატონო. მოგესალმებით, მოგესალმებით. ხო, ნელა ამიხსენი ისე, ხო? გავიგო. ბანკოდან ამოვიღებ მე ორ კარტს. ორ კარტს? დიახ. დიახ. ერთ-ერთი მათგანი იქნება წითელი, მეორე კი შავი. თუ შეიძლება ეკრანზეც გამოსახოთ ფერები. მადლობა. შავი. მე დღეს არაფერს არ გავაკეთებ. დიახ. უბრალოდ მინდა გამოიყენო თქვენი ინტუიცია. ბანკოს განმოგცემთ თქვენ, აიღეთ ზედა კარტი, თუ ვქროთ რომ არის წითელი მოათავსეთ აქ, ხოლო თუ ვქროთ რომ არის შავი მოათავსეთ აქ. ანუ მხოლოდ ჩემს ინტუიციაზე. დიახ. კარტის ნახვის გარეშე. ქალბატონო უსკა იგივე თქვენს, თუ ვქროთ რომ კარტი არის შავი, დიახ. უკაცრავად ერთ წამით ერთი და მეორეც ავიღო? ჯერ ერთს ვადებ, შემდეგ მეორე. შემდეგ მეორე, მადლობა. იგივე თქვენს, თუ ვქროთ რომ კარტი არის შავი, მოათავსეთ აქეთ, თუ კარტი არის წითელი, მოათავსეთ აქეთ. ის ჩვენს იხედებთ თქვენს ინტუიციას. ანუ შავი, წითელი, შავი. დიახ. გადაანაწილეთ როგორც გინდათ. აქეთ მხარეს, შავს აქეთ. წითელს აქეთ, შავს აქეთ. დიახ. თუ შეიძლება დაიწყეთ. გეთ კარგად. აი პირველი კარტი შავია. დაიწყეთ ქალბატონო უსკა, დაიწყეთ. წითელი. განაგზეთ მეორე კარტის, მეორეც შავია, ძალიან. შავი. მესამე კარტი ასე უნდა დაარიგო თელი ბანკო. მეოთხე ძალიან კარგი. და ინტუიცია ასე ჩქარა არ მოდის ამ ინტუიციას ხო წითელი. თუ შეიძლება განაგზეთ არიგება. მოდით ისე ვქნათ რომ გამოვიდეს ბანკოს ერთი ნაწილი, ხო? ერთმანეთს დავადოთ კარტები. წითელი. ქალბატონო უსკა, თუ შეიძლება გაჩერდით ქალბატონო უსკა, გაჩერდით. წითელია საჩავი? ხო, ჩემი ინტუიციით ნიკა. ქალბატონო ანუკა, გაჩერდით თუ შეიძლება, გაჩერდით. გადადიხო შემდეგ ტურში თუ ეს. მე შევესწრები თქვენი ამოცანა უფრო გავართულო. მაგიდაზე შევსვლი ფერებს. ასევე თუ შეიძლება შევცვალოთ ფერები ეკრანზეც. თუ შეიძლება კარტი, თუ ვფიქრობთ რომ კარტი არის წითელი მოათავსეთ აქეთ, თუ ვფიქრობთ რომ შავია მოათავსეთ აქეთ. უბრალოდ შეიცვალა ფერები ეკრანზე, ასევე თქვენთან ქალბატონო ანუკა. თუ შეიძლება განაგზეთ. შავი. განაგზეთ. აჰა. წითელი. განაგზეთ არიგება, დიახ. აჰა. შავი. და ინტუიცია ეს თუ დარიგება. შავი. დარიგება. წითელი. კი ბატონო, თელი ბანკო უნდა დაარიგოთ ასე. ძალიან ხარ. მადლობა. არა, ეგ კი არა და მე ნერვიულობ კაცო. ზა? დაარიგე თელი ბანკო. ქალბატონო უსკა, მადლობა იმის რომ დამეხმარეთ ნომის შესრულებისთვის. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს. ბანკოს უბრალოდ ასე გავასწორებ, ხომ? ხო. ავიღებ პირველ ბანკოს. ხო. დააკვირდით. თავიდან, როგორც ხედავთ, ყველა კარტი იყო წითელი, შემდეგ ყველა კარტი გახდა შავი. როგორც ხედავთ, თქვენ შეცდომა არ დაგიშვიათ. თუ შეიძლება, ხოლო პირველმა შავებს ვალაგებდი და შემიცვალა. ხოლო პირველ მარცხენა რიგმა ვაშენოთ აუდიტორიასაც კარტები. როგორც ხედავთ, ყველა კარტი წითელი, ყველა კარტი შავი. თქვენი ინტუიცია როგორც ხედავთ ერთმანეთს დაემთხვა. რა ხდება? ვერაფერი ვერ გავიგე. მეორე ბანკოში არის ზუსტად იგივე. ყველა კარტი წითელი, ყველა კარტი შავი. თუ შეიძლება, მარჯვენა რიგმას ვაშენოთ აუდიტორიას კარტები. თავიდან ყველა წითელს ალაგებდნენ ანუკა, მე რა ყველა შავი. როგორც ხედავთ, ერთი გამონაკლისი არის კაროლი ჯვარი, ხო? დავამთავრებინოთ. ხო? ბავშვს. კაროლ ჯვარი. მაგრამ ყველა საინტერესო არის ის, რომ აქაც კაროლ ჯვარი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დაიცოდით მე როგორ განვალაგებდი. მადლობა. შენ ძალიან საშიში ბავშვი ხარ უკვე მეორედ. მადლობა. მოიცადე. შენ და შენობების გაქრობა შეგიძლია ქვეყნიდან? რომელი შენობის? მაგას მე დაგიკონკრეტებ, შენ მითხარი თუ შეგიძლია. დიდ რეკვიზიტებს არ ვხები. ნუ იმ შენობაში პატარა რეკვიზიტი ადამიანების გაქრობა თუ შეგიძლია? ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. მადლობა. მოიცა ეს როგორ გამომიჩა? ზუსტად ისე გადალაგდა როგორც ელდა იყო, არასასიამოვნო ზარი იყო მე წიწული. თქვენ ცოტა არიგეთ როგორც გინდოდათ?
ლოგინი გაუქმდა, არასასიამოვნო ზარი იყო შემოსული, ქალთან გაკ შეხვედრა საქმიანი საუბარი გაქვს. ძალიან მაგარი ხარ, ეს კაროლიჯარი ვინ არის? მე რომ გავაქრო? მადლობა. მაგარი ხარ. ბრავო! ოჩა, ნიკა. და ერთნაირად გადავალაგეთ კარტები, ოღონდ როგორ არ ვიცი. ერთმანეთი ვიგრძელით ნანიკა. არ ვიცი ეს როგორ მოხდა მართლა არ ვიცი. აი, ჭოლა გვიყვეს ამას ყველაზე კარგად. ჭოლა გითხარ. ვერ მიხდი. რაღაცა კარგად გაით. შენა შეგებია რომ ამ ბუღალტერს 100 ლარიანები და ლარიანები სასაკე დაალევგები. ოღონდ ეგონოს 100 ლარიანები, ლარიანები მომცა და 100 ლარიანები მომცა. რაღა ბუღალტერი და მინისტრის პირდაპირ ძალიან საინტერესო ამბავია და მე ვერ გავიგე და ვერ მივხვდი და ძალიან კარგია. რაღაცა ვითომ თავიდან მოვიგონე რომ რაღაცებს მივხვდი რა თქმა. მეც ვერ გავიგე. ვფიქრობ რომ მაყურებელმა შენ შანსი უნდა მოგცეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ფინალში კიდევ უფრო სასწაულ რაღაცას ვნახავთ და შეიძლება რა იცი, შემდეგ უკვე შენობების გაქრობაზეც გადახვიდე. მოემზადო ძალიან და მე იმედი მაქვს რომ ფინალში მოხვდები. მაყურებლის იმედი მაქვს. ძალიან მომწოხარ სუბიექტურად და ამიტომ მადლობა. რა არის იცი ვანო? ეხა არ მითხრათ ფოკუს ვერ გავატარ. ფოკუს ვერ გავაკეთებ ერთი დაწა. ეგ არა. ახსენი ეხლა სხვებს როეუბნები 100 გამოიცანი, სიტყვა გამოიცანი, გახსენი თუ რაღაცა მოიგე მანქანა და ვერაფერი შენ არ გწოდნია და ასე შემდეგ. თქვი ეხა რა მოხდა აქ, აბა? თქვი აბა? რა მოხდა? მეგობარო, ჯადოქრობაა თუ ნაღდად შეგიძლია? არა, ნაღდად არ შემიძლია. ჯადოქრობა ყოფილა მეგობრებო. ახსენით? არა, ვერ ახსენი მე რა. არა, რაღაცა ხო ჯადოქრობა ყოფილა. მაშინ წარმოდგენა არ მაქვს ნამდვილად. იცი რა, ვანო რომ რაღაცას ვერ ხსნის, ეგ არ არის კარგი ნიშანი. ესე იგი რაღაცა ხდება მან, დამბავია. იმიტომ რომ ინტუიცია მაგას აქვს. ის დიდი გული აქვს და რაღაცები იცის ხოლმე რა. კარგი ბიჭია მოკლედ და კონკრეტულად და დიდი გული მაქვს და არ ვამბობ ფოკუსის საიდუმლოს. და ეხლა თავისი გიორგიანად რო ვერ ხსნის მაგას, იგი რაღაცა ამბავი მოხდა მან. და გინდა რომ ჟიურის გული მოიგო და შენ თვითონ აგვიხსნა რა მოხდა. აგიხსნათ რა მოხდა? არა უხსნა. ანუ აღხსნა როგორ გავაკეთე? ხო აბა თქმა უნდა. საიდუმლო გავცე? არ დანებდე. არა, რა თქმა უნდა. ნუ კარგი, მე მაშინ მეც ვიტყვი არას თავის დროზე. მილიონი არა. მაიხა ხალხის გენაცვალე. ჟიურის წვითავს ერთ ადგილს ფინალში გენაცვალე. ხო. კარგით. რა ვიცი, მე ვერაფერი საინტერესო სანახავი. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გავიგო რა მოხდა. სამწუხაროდ ჩვენ არ მაგებინებ. ეგ ცუდია. რეკლამის დროს. აქედან რო გახოთ, ყველას უნდა გაიგოს. არა, რატომ აყურებელმაც ხო შეიძლება რომ გაიგოს. დიდი მადლობა, შეგვიძლია ხო? დიდი მადლობა ჟიურის. მე კი მაყურებელს მიმართავ თუ გსურთ ეს უნიკალური ფოკუსნიკი, რომელმაც არ გასცა საიდუმლო და მე ალბათ საკეთებს ჩვენს დირექტორს. იხლოთ ფინალში, აუცილებლად უნდა დაურეკოთ მას ნომერზე 09333 და მხურვალი აპლოდისმენტებით გავასილოთ. ნიკა კაცია! რა მამაცია! ახლა მინდა გითხრათ რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონ G. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი სესხი 500 ლარამდე სესხი შეგიძლიათ მიიღოთ 0%-ად. ახლა სწორედ კრედიტონის ოთახში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც ლიკა ქორგია იმყოფება კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად. ლიკა, კიდევ ერთხელ კრედიტონის ოთახში ხალხის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ახლა ჩემთან ერთად არიან ლედი ლალიაშვილის გულშემატკივრების ხოთეშორის ლედი ლალიაშვილი დღეს ორკესტრთან ერთად იმღერებს, ასევე აქ არიან ნინო მანჯავიდის და ფოლკლორულ ასაკ ასლეთელას გულშემატკივრები. ისინი ძალიან ნერვიულობენ, თუმცა მაინც აქტიურად და ხმაურით აფრთხებენ თავიანთ გულშემატკივრებს. მე მინდა ნინოს მეუღლესთან გადავინოცხო, რომელიც აქ იმყოფება. ნინოს დღეს საკმაოდ რთული დავალება აქვს შესასრულებელი. წინა ტურში ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ის გორგოლაჭებზე იყო, ხოლო ახლა კი როგორც ვიცი, ყინულის მოედნი და შემოგვიერთება. მოდი გაამხნევე ნინო, იმიტომ რომ ის სულ რამდენიმე წუთში წარსდგება ნიჭერის მაყურებლის წინაშე. ნინოს აუხდა ოცნება, ასე ვთქვათ, გადავიდა გორგოლაჭებიდან ციგურებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო შოუს გვაჩვენებთ და ნინო ჩვენს გვერდით ვართ. დაურეკეთ 0933305. წარმატებას უსურვებთ ჩვენს კონკურსანტებს და ცოტა ხანში შემოგერთებით კრედიტონის ოთახიდან სხვა კონკურსანტების გულშემატკივრებთან ერთად.
დიდი მადლობა ლიკა. ნიჭერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება. მანამდე ჩვენი ყურება შეგიძლიათ გააგრძელოთ iMovies G-ს ინტერნეტ ოთახში. როგორ ხდება გიორგი ეს? ძალიან მარტივად ხდება. უნდა შეხვიდეთ iMovies G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ნიჭიერი კი რა თქმა უნდა ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. რეკლამის შემდეგ. ფოლკლორული ანსამბლი კასლეტია. მოციგურავენ ნინო მანჯავიძე ყინულის მოედნიდან. მომღერალი ლედი ლალიაშვილი. დაძმა ოქრუაშვილები. ხატვარი სოფო ხუციშვილი. ყველაზე მთავარი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი და ვის აირჩევს ჟიური. ვინ გახდება ნიჭიერის ფინალისტი? და ნიჭიერის პირდაპირ ეთერშია და მეოთხე ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებ ჩვენი წარმომადგენია ზედაზენი. ბარამბო. გენერალური სპონსორი ბარამბო. გემრიელი წმინეული თქვენ სახალხო სუფრაზე. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს დაასახელებს ჩვენი წარმომდგენი ზედაზენი, რომელსაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში. ახლა კი ჩაგვერთვება ჩვენ დიმა ობოლაძე, რომელიც იმყოფება თბილისის საციგურავო მოედანზე, ოლიმპიური მზადების ცენტრში. მასთან ერთად იქნება ნინო მანჯავიძე. დიმა, მოგესალმებით, რა ვითარებაა თქვენთან? დიმიტრი? გამარჯობათ. ჩვენთან ძალიან კარგი ვითარებაა. ჩვენ ერი სანახაობის მოლოდინში ვართ. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ქალაქ თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური ცენტრის დარბაზში. ჩვენ მართალია შენობაში ვართ, მაგრამ აქ ძალიან ცივა. თუმცა ნინო მანჯავიძე აქ ცეცხლს დაანთებს ახლა და ძალიან დათმება. დარწმუნებული ვარ, მოუთმენათ ველით მის ნომერს. მე ვიცი რომ შთამბეჭდავი სანახაობა ერის ჩვენს ტელემაყურებელს. დაგველოდეთ და სულ ცოტა ხანში თქვენ ნახავთ თუ რას გააკეთებს ნინო დღეს. დიდი მადლობა დიმა, ველოდებით ერთი სული გვაქვს ვნახოთ ყინულზე ცეცხლი და ახლა გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში ნიკასთან. ნიკა. ვანიკო, მე ვარ ძალიან ტკბილად და გემრიელად ჩემს ბარამბოს ოთახში, იმიტომ რომ მაქვს უგემრიელესი თეთრი შოკოლადის ფილა მარწყვით და რძიანი შოკოლადის ფილა ვაფლით. ბარამბო ექსპორტის ახალი ხაზი და მე ამ ტკბილეულით გაუმასპინძლები ქალბატონებს desirable უმშვენიერესი შოკოლადის ფილა ბარამბოსგან. აი თქვენს ერთი desirable. მოკლედ, ამასობაში ფოლკლორის დროა ჩვენთან ნიჭიერში და ანსამბლი კასლეთილა, საგარეჯოს რაიონს სოფელ უდაბნოში ჩასახლებული სვანი ქალბატონები არიან ჩემთან და მათთან ერთად სვანი ბატონის გახლავთ, რომლებიც რამდენიმე წამში უკვე სცენაზე იქნებიან და ძალიან მაგრად იმღერებენ. რას იმღერებენ, ეს ახლა უნდა გავიგოთ. ჩვენ იმღერებთ ბალადა თამარ დედფალს. აი ასეთი მაგარი ბალადა გველოდება წინ სცენაზე, აუცილებლად უნდა დაურეკოთ მათ ნომერზე 093 300 300 აი ესე ერთად ომახიანად შევძახეთ ჩვენი ნომერი. დაურეკოთ აუცილებლად კასლეთილას, ისინი მოემართებიან თქვენთან სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვიდეოს ვნახავთ. რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ, ნიჭიერისთვის არის ნამდვილად მონოპოლარი. ჩვენ ვართ ანსამბლი კასლეთილა, მესტიის რაიონიდან. ამჟამად ვცხოვრობ საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში. ჩამოსახლებული იყო მიგრანტი სვანები ვართ, უძლებთ აქ უწყლობას, ხეების გარეშე ცხოვრებას. ჩვენი სვანეთის მთები. ტყე, წყალი. მივესალმებით ჩემს სვანებს სვანურად, ხოჩალადერ ბიშკუშვანარს, ბგიდმალად დაღოს გაჯიხა. ანსამბლი კასლეთილა. შაირადა თამარ დედფალ თეთრი შმეშიელ შაირაერა ორერა
მე ვარ მონუსხული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ რომ ამ ქვეყნად და არა მარტო საქართველოს გულისხმობ, ამ ქვეყნად სამყაროში სულ ორი სიმღერა, ორი კუთხის სიმღერა
აქვს ძალა რომ ისე მომნუსხოს რომ საერთოდ განძრევა ვერ შეუძლო. ეს არის სვანური და კახური მრავალხმიანობა. იმიტომ რომ სრულიად არაბუნებრივი ჟღერადობა მე არაბის არ ვაკნინებ, ძალიან კარგია ყველა ქართული კუთხის სიმღერა, ახლობელი ჩემთვის და ძალიან მიყვარს, მაგრამ არაბუნებრივი ჟღერადობის თვალსაზრისით სვანური და კახური მრავალხმიანობა არის გამორჩეული ნამდვილად. სვანურს აქვს განსხვავებული ყველასგან ჟღერადობა, ესეთი სხვა ინტერვალებით, აი ცოტა უფრო ხისტი ინტერვალებით და ხმებიც ისეთი ხისტია და განსხვავებული სხვებისგან და სრულიად განსხვავებულ ჟღერადობას ქმნის. არაფრის მსგავს, აი კოსმიურად ჟღერს ნამდვილად სვანური სიმღერა და განსაკუთრებით ქალების შესრულებით მე არ დავმალავ ამას პირველად ვისმენ. არის სრულიად მომხიბლავი და ყველაფრისგან განსხვავებული. ქალბატონები მღერიან სრულიად სხვანაირად, არაფერს არ გავს ეს. მე ვარ აღფრთოვანებული ნამდვილად. არავითარი კითხვის ნიშნები არ მაქვს, რომ ეს კოლექტივი უნდა იყოს ფინალში. ეს არის ახალი სიტყვა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, როგორც მსმენელისთვის, ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში. თავისი არა მხოლოდ პოლიფონიით და ეს ნამდვილად განსხვავებულია სვანური პოლიფონია, არამედ აი ამ ქალბატონების შესრულების მანერით, მათი ხმებით. მე მინდა თქვენ გთხოვოთ გიორგისგან პირველ ქალბატონს, რამე წაგვიმღერეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ისეთი ხმა მოგივიდათ, როცა სოლოს ამბობდით, რომ აი პირდაპირ წაქცევა არის ჩვეულებრივად რა. აი ნებისმიერი რამე იმღერეთ, რაც გნება. შაირადა იმშა ბეთქილე მიხვიმიშა გაგზელეთ. მიდით კიდე. შაირადა კულთხი უშბაჟი მიყიშა ეხლა თქვენ. ვანიკოს გვერდით ეხლა თუ შეიძლება რა. ვანიკოს გვერდით ეს მიკროფონი. მიდით გაგზელეთ, მიდით. არა, ნუ დედასვიცა ვარ, წარმოუდგენელი ამბავია თქვენი ხმები. წარმოუდგენელი ამბავია. გეთანხმებით ნამდვილად. ჭოლა რას დაამატებ ჭოლა? აბსოლუტურად ვეთანხმები ნიკას, რომ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური მუსიკალურობა. მე მინდა გადავწვდე ახლა 1000 წლეულებში თუ შეიძლება მეტ იმ ადამიანებს, ვინც შექმნა ეს ჰარმონია. აი, როდესაც გისმენთ, მე წარმომიდგენია ჩვენ ყველანი ვართ თითქოს არქეოლოგები, რომელიც აღმოაჩინა როგორც შლიმანმა აღმოაჩინა აგამემნონის რაღაც ოქროს ნიღაბი, იმან მიწაში იპოვა და ჩვენ აქ ზედაპირზე ყოველ დღე ვუსმენთ და ამ თქვენ სიმღერით გადავდივართ ჩვენ უზარმაზარ წარსულში. თქვენ ხართ ჩვენი განძი. ისევ როგორც ტროიას ოქროულობა, აი თქვენ ხართ ჩვენი ტროიას ოქროულობა. მე მინდოდა ეს მე თქვა, არ ვიცი როგორ. დიდი მადლობა ჟიურის, მე მაყურებელს მოუწოდებ თქვენს თუ ეთანხმებით ჟიურის და ჩვენს აზრს, რომ ესენი ძალიან მაგარი ადამიანები არიან და მომღერლები არიან, მაშინ ეხლავე უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები. დაურეკოთ მათ ნომერზე 0933330304. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ანსამბლი ასლეტილა. ბრავო! და როგორც იქნა მოვიდა ის დრო, რომ ჩვენ უნდა ჩაგვერთოს დიმა ობოლაძე, ნინო მანჯავიძესთან ერთად, რომლებიც იმყოფებიან თბილისის სასიგურაო მოედანზე. დიმა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობა, ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების ცენტრის დარბაზში, სადაც სულ ცოტა ხანში თქვენ ნახავთ ძალიან შთამბეჭდავ ნომერს. ჩემს უკან ხედავთ ემზადება მშვენიერი ქალბატონი ნინო მანჯავიძე, რომელმაც პირველ ტურში გორგოლაწებზე ისრიალა და ძალიან კარგი შთამბეჭდილება მოახდინა. იგი გადავიდა მომდევნო ტურში და დღეს ფინალისტვის იბრძოლებს. დღეს მას აუხდება ოცნება და იგი ყინულზე ისრიალებს ჩვენს თვალწინ პირდაპირ ეთერში. ვიდრე ნინო ემზადება, ხურდება ჩემს უკან, თქვენ ხედავთ ამ კადრებს. ნახოთ ვიდეო და შემდეგ უკვე გველის ძალიან შთამბეჭდავი ნომერი დამერწმუნეთ.
ჩვენ მოახერხეთ რომ აი ამ სიცივეში სულტურ სხვა გარემოში გადაგვიყვანეთ ზღაპარი. არ მიეყუდო. ოღონდ ეს გამაკეთებინა, კარგი? ჩამოწე ფეხები ძირს. ჩემი ყოველი დღე იწყება დედის მოვალეობით. პირველ რიგში ჩემთვის არის სანდრო. რა გემრიელია. მაკარონები ხო გიყვარს? აი, მოწე ახლა. ყოველი წუთი და წამი ძმაურად ვცდილობ, რომ სანდროსთან ერთად გავატარებ. ვის რეალებს მაგაზე? დედი. რა ქვია? სანდრო არის ძალიან ბილი ბავშვი, მაგრამ პარალელურად ძალიან ცელქი. ვთქვი, რომ გაუსწორო, გავხდე მის ხელა, ვეთამაშო, გავასეირნო. ნახევარფინალში მინდა იყოს უფრო განსხვავებული ნომერი პირველისგან. პირველ ტურში თუ უფრო ნაზი და ჰაეროვანი ცეკვა ვიცეკვე, მეორე ტურში უფრო სახასიათო სტილი. ოჩა, აბა გავასწოროთ. მაშასე თუ გინდათ რომ ნინო იხილოთ ფინალში, დაურეკეთ მას ნომერზე 0903 300 305. თქვენს წინაშეა შენიერი ნინო მანჯავიძე. ძალიან ეფექტურია ეს ყველაფერი და მეტანხმებით ალბათ. დარწმუნებული ვარ, დაანგრეველი აპლოდისმენტები ისმის ფილარმონიაში და ეხლა ნინო მოვა ჩვენთან. შენიერი სანახაობა იყო. მაშასე ნინო უკვე მოვიდა ჩვენთან, ისე სწრაფად რომ ეს მოასწარი. თქვა, მე მგონი ძალიან შთამბეჭდავი ნომერი ვნახეთ ყინულზე და რა ვიცი, ეხლა მოუთმენდათ ვერით ჟიურის შეფასებებს. ლევან, ხო? არაჩვეულებრივი იყო, ნინო, ჩემი გულწრფელი კომპლიმენტები, არაჩვეულებრივი გოგო ხარ. საოცრად მომხიბლავი, არაჩვეულებრივი კოსტიუმია, ძალიან კარგი მონახაზი იყო, ძალიან არტისტული ხარ. რა ვიცი, რა გითხრათ, როგორც ანტონ ჩეხოვი ამბობდა, ადამიანში შენიორი უნდა იყოს ყველაფერი, გარეგნობაც, ჩაცმულობაც და სულიც. აი თქვენ არაჩვეულებრივი სული გაქვთ და ძალიან ნანობ რომ მან დარვიყავი და ახლოდან არ გიყურებდით.
დიდი მადლობა ლევან, ესეთი კარგი თბილი შეფასებისთვის. ია გისმენთ? რა იქნებოდა წინა საახალწლო განწყობა თუ არა ყინულის შავი გედის გარეშე, შავი დედოფლის გარეშე და აი ესეთი წინა საახალწლო განწყობა მოგვიტანა ნინომ ყოჩახ. ძალიან რთულია, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ ჩვენთან ეს კულტურა არ არსებობს ფიგურული სრიალის ისე როგორც სხვა ქვეყნებში არის განვითარებული, მაგრამ იქნებ პატარა ბავშვებმაც მოგვბაძონ და იარონ ამ სპორტზე და უფრო მეტი და მეტი ადამიან ბავშვმა იაროს ამ სპორტზე. ნინო, ძალიან ლამაზი ტანგო იყო შენი შესრულებით. მე მეგონა პირდაპირ გეტყვი, ცოტა გულახდათ რომ შენ უფრო გაართულებდი ილეთებს, უფრო მეტ ბზრიალებს და ეგრეთ წოდებულ ტულუპებს თუ რაც არის ველოდებოდი, მაგრამ შენ არ გარისკე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ფინალისტვის ინახავ კარგ გემრიელ ლუკმას. დიდი მადლობა. ია, და ნიკა გისმენთ. მე ხა დიდად ვერ ყვევი ამაში ყველაფერში, თუმცა ესთეტიურად მომწონს. ცხადია და ეს ლამაზია, საინტერესოა. მე არ ვიცი არის თუ არა ამაში განსაკუთრებული ნიჭიერება. არ ვიცი ნამდვილად. ეს უფრო სპორტის მიმართულებაა ალბათ, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, ეს სასიამოვნო სანახავია ნამდვილად. და თუ მაყურებელი გადაწყვეტს, რომ ნინო უნდა იყოს ფინალში, ნინო ფინალს არ გააფუჭებს, ცხადია. ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი შეფასებებისთვის. ნინომ ეს დაიმსახურა ნამდვილად და თუ თქვენ გსურთ, რომ ნინო მოხვდეს ფინალში, რომელიც 14 იანვარს გაიმართება, უნდა დაურეკოთ მას 13 იანვარს გაიმართება უკაცრავად. უნდა დაურეკოთ მას ნომერზე 093 300 305. დაურეკეთ ნინოს აუცილებლად და უფრო ლამაზი სანახაობა გერით კიდევ უფრო ლამაზი ფინალში. დიდი მადლობა დიმა, მართლა ძალიან საოცარი ნომერი ვნახეთ და ახლა გადავინაცვლოთ ბარაბოს ოთახში ნიკა გრიგოლიასთან. ნიკა გისმენთ? ნიკა ლედი ლალიაშვილი, უსაყვარლესი და ულამაზესი კონკურსანტი არის ახლა ჩემთან ერთად და საიდან მოვიდა თუ იცით ის? არც თუ ისე შორიდან, გორიდან. გორიდან მოვიდა ის ნიჭიერში რომ იმღეროს ძალიან მაგარი სიმღერა და თუ იცით რა პატივი ხვდა მასწილად. ის იმღერებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. და რა სიმღერას გვიმღერებ? Sia's Kill and Run. მოკლედ ლედი მოდის სცენაზე იმისთვის რომ სიას არაჩვეულებრივი სიმღერა იმღეროს. იქამდე კი აუცილებლად უნდა გითხრათ ნომერი. 093-300-307-ია ლედის ნომერი. დაურეკეთ აუცილებლად. მოვა ის რამდენიმე წამში სცენაზე, ჩვენ კი იქამდე ვიდეოს ვნახავთ. To share it, leaves it, darling. Don't care. მე მგონია რომ შენი სახით ამ კონკურსს ყავს სერიოზული ფავორიტი. ძალიან დიდი მადლობა. Start twerking like Miley. Twerking like Miley. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი ძმა. მოდი ლედი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, განსხვავება მხოლოდ 1 წელია და ის არა მარტო ჩემი ძმა, არამედ ჩემი მეგობარიცაა, ჩემი მესაიდუმლეცაა და ყველაფერია ჩემი. ბავშვებო, არ გაოფლიანდეთ. კაი. გადიარეთ მანქანებთან. მალე. და მელოდე. შენ ვიცი ხომ მოხმოხები ეგრე გაკეთე ხოწები. კაი. ვიდი. ძალიან მინდა ფინალში გადასვლა. მინდა რომ ხალხს უყვარდე, ვიყო ძალიან კარგი და წარმატებული მომღერალი. ლედი ლალიაშვილი. Watching the sequence of sounds coming out of your mouth, but the snore is too loud. Follow the
doesn't want to. I close the door, silent call for you. What have I done to you? Kill and run, kill and run. I'm one of the dirty gods. Kill and run, kill and run. I believe through it interpret the eyes as they die. Should I cry? Should I lie? Your pearlashes below, victim sensory laugh. You cried out in the world, an innocent call. I close the door, silent call for you. What have I done to Kill and run, kill and run. Of the dirty gods. Kill and run, kill and run. I'm on it through your heart. Kill and run, kill and run. I'm one of the dirty gods. Kill and run, kill and run. A bullet through your ბრავო ლედი, დიდი მადლობა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და სოფო დოროშელიძეს. დიდი მადლობა, შეფასება დავიწყოთ თუ შეიძლება ნანუ გაგთხოვთ. მე თუ რამე მესმის არ ვიცი, ბევრად ჩემზე კომპეტენტურების ხედან აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ურთულესი რეპერტუარი იყო, ძალიან რთული ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან კულტურულად იმღერა. ძალიან ეფერებოდა ნოტებს, მომწონდა ის თავიდან როგორც ეფერებოდა ნოტებს, ძალიან ზომიერად ყვირა და მე არ მიყვარს მომღერლები, რომ ძალიან ყვიროიან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული მისია ძალიან მაგრად შეასრულა ამ გოგომ და მე ვფიქრობ, რომ ეს გოგო აუცილებლად უნდა იყოს ნიჭიერის ფინალში. აუცილებლად უნდა იყოს. თუ სამართალია, ეს ბავშვი უნდა იდგეს აქ ფინალში. დიდი მადლობა, რუსკა. მე ლედი მახსოვს ძალიან პატარაობიდან და მაშინაც ძალიან მაგრამ ღეროდა და სულ ფიქრობდი რომ აი რომ გაიზრდება თქო ნეტა ისევ ესეთი მაგარი იქნება თუ არა თქო და კიდევ უფრო მაგარი გახდა და ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ძალიან გემოვნებიანია, ძალიან გემოვნებით მღერის, ძალიან გემოვნებით მოძრაობს სცენაზე, ძალიან მაგარი ხარ მართლა. დიდი მადლობა რუსკა. ნიკა, გთხოვთ. მე ლედი არ მახსოვს ძალიან პატარა, მაგრამ ეხლაც პატარაა, რამდენადაც ხვდები. ლედი, რამდენი წლის ხარ? 14-ის. 14-ის, ხო? 14-ის. 14-ის. ამაზე უფრო პატარა თუ ესე კარგად მღეროდა, ნუ ამ ვუნდერკინდი არის მართლა ეს ეხლაც 14 წლის ასაკშიც. ლედი არის ძალიან ნიჭიერი გოგო, რომელსაც აქვს სრულიად უნიკალური სმენა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და აბსოლუტურად საინტერესო და უნიკალური ხმა, რომელიც არ გავს ხვევს, რომელიც ცოტა შინეიდო კონორია თავისი გარეგნობით. ცოტა ბიორკი. ცოტა ხო, ცოტა ბიორკი არის თავისი ინტონაციებით. მე მგონია რომ ეს ის ვითარებაა, როდესაც
უნდა ჩამოვყალიბდეთ და მივცეთ ადამიანებს, რომლებიც ამას იმსახურებენ გზაფართო ფინალში. ეს არის ნიჭიერი. ეს არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ამ პროექტის გაგრძელებას და ეს არის ადამიანი, რომელიც რომ გაიზრდება ვარსკვლავად, თუ ეს ქვეყანა და მისი ხალხი ამაში ხელს შეუწყობს. მასაც და საკუთარ თავსაც. ლედი ძალიან მაგარი გოგო ხარ ჩემი აზრით. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს მიმართავ, რაც ჟიურიმ თქვა ხელშეწყობა ეხლა ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ზარებით შეიძლება, ამიტომ ეხლა ვეიღეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ლედის ნომერზე 09333337. ურვალი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ლედი ლალიაშვილი. დიდი მადლობა მინდა უთხრა სილამაზის სალონ L აკადემიის იმისათვის რომ ნიჭიერში ასეთი ლამაზები და დავასხნილები ვართ ყველანი. დიდი მადლობა და ასევე გეტყვით რომ ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი 500 ლარამდე სესხი თქვენ შეგიძლიათ აიღოთ 0%-ად. გადავინაცვლოთ ახლა კრედიტონის ოთახში ლიკა ქორქიასთან. ლიკა, მოგესალმებით. ვანიკო და გიორგი ჩემთან ერთად კრედიტონის ოთახში ახლა იმყოფებიან დადმა ოქრუაშვილების გულშემატკივრები და ასევე მხატვარ სოფო ხუციშვილის გულშემატკივრები. მე განსაკუთრებით ველოდებოდი, იმიტომ რომ ისინი მართლა უსაზღვროდ ნიჭიერები არიან, ასე რომ მე მათ გულშემატკივრებს მინდა უთხრა, რომ უფრო ხმამაღლა ემოციურად აქტიურად გაამხნევეთ ნახევარფინალისტები, რადგან მათ თქვენი მხარდაჭერა ძალიან ჭირდებათ. ჩვენ გავაგრძელებთ კრედიტონის ოთახიდან ხურვარეთ აქტიურად მხარდაჭერას და ცოტა ხნით დაგემშვიდობებით შემოგერთებით. აქედან უკვე ყველა კონკურსანტის გულშემატკივართან ერთად და წარმატებებს უსურვებთ ჩვენს კონკურსანტებს. დიდი მადლობა ლიკა. ნიჭიერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება. მანამდე კი შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ ჩვენს iMovies G-ს ინტერნეტ ოთახში და ნახოთ ინტერვიუები გასულ და მომავალ კონკურსანტებთან. ეს ძალიან მარტივია, უნდა შეხვიდეთ iMovies G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაცია, სულ ეს არის და ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. რეკლამის შემდეგ. დადმა ოქრუაშვილები. მხატვარი სოფო ხუციშვილი. ყველაზე მთავარი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ გახდება ნიჭიერის ფინალისტი? ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია, მეოთხე ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებ ჩვენი წარდგენიან ზედაზენი. აბარა. ხოლო გენერალური სპონსორი ბარამბო სასურველი საჩუქარი თქვენ საახალწლო სუფრაზე. დღეს ორი ფინალისტი გამოვლინდება. ერთს მაყურებელი არიჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს დაასახელებს ჩვენი წარმდგენი ზედაზენი, რომელსაც ექნება შანსი რომ მოხვდეს საათ ფინალში. ახლა გადავინაცვლოთ ბარამბოს ოთახში ნიკასთან. ნიკა, რა ვითარებაა შენთან? აბა ნიკა. ოჯახური ტრიო. ოქრუაშვილების მუსიკალური ოჯახია ახლა ჩემთან ერთად. ნათია, თათია და ედუ. როგორ ახართ? კარგად. ხართ მხნედ. არაფერზე არ ნერვიულობენ, ისინი პირდაპირ გეუბნებით, თქვენ გაამხნევეთ კიდევ უფრო მაქედან. მოკლედ, ჩემს მეგობრებს ძალიან გაუმართლათ, იმიტომ რომ დღეს ისინი იმღერებენ ძალიან მაგარ სიმღერას და იმღერებენ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგრად გაართმევენ ისინი თავს ამ ყველაფერს, ხო? რას ვიმღერებთ დღეს მითხარით? დღეს ჩვენ ვიმღერებთ სიმღერას My Favorite Things მუსიკიდან მუსიკის ჰანგები. აი ესეთი საოცრება გველოდება წინ, ამიტომ აუცილებლად უნდა დაურეკოთ მათ ნომერზე 093336. აი ასე, ჩვენ ვიდეო ვნახოთ, ამასობაში კი ოქრუაშვილების სცენაზე გაჩნდებიან. I can see clearly now the rain is gone. Rain is gone. I can see all obstacles in my way. Yeah. ველოდებით შემდეგ. ჩვენ ვართ დადმა ოქრუაშვილები, თათია, ნათია და ედუ. ვცდილობთ რომ დედას დავეხმაროთ, რამე თქვა დავაგებით მაღაზიაში წასვლით საჭმლის გაკეთებიდან რაღაცით, რა ვიცი. შენ როდის ეხმარები?
მაქედან ხარჭი, ცოტა ჩქარჩქარა რა. არ შემიძლია. დედას ყველაზე მეტად ჩვენგან ეხმარება ალბათ უფრო ედუ. ეხლა პური ამოსატანი და ვინ წავა მაგალითად. აი, ახლა რომელი წადი. ვეცდებით რომ ნახევარფინალში კარგად გამოვიდეთ, კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და ხალხმაც იფიქროს რომ ღირს ჩვენი გადაყვანა ფინალში. Here's a little song I wrote. You might want to sing it note for note. Don't worry, do-do, do-do, do-do. Be happy, do-do, do-do, do-do. Tazma Okruvashvili. Raindrops on roses and whiskers so kittens, bright copper kettles and warm brown paper packages tied up with strings. These are a few of my favorite things. Raindrops on roses and whiskers so kittens, bright copper kettles and warm woolen mittens, brown paper packages tied up with strings. These are a few of my favorite things. Cream-colored ponies and chrysapples toodles, goblins and snakes and schnitzel in noodles, wild geese that fly with the moon on their wings. These are a few of my favorite things. Girls in white dresses with blue sashes, snowflakes that stay on my nose and eyelashes, silver white winters that manage to scream. These are a few of my favorite things. When the dawn lights on the beach, when the bees sing, I simply remember my favorite things, and then I don't feel so bad. Raindrops on roses and race cars on kittens, bright copper kettles and warm woolen mittens, neat paper packages tied up with strings. These are a few of my favorite things. Cream-colored ponies and crisp apples to those, doorbells and sleigh bells and schnitzel with noodles, wild geese that fly with the moon on their wings. These are a few of my favorite things. Girls in white dresses with bones and sashes, snowflakes that fly on bones and eyelashes, silver winters that manage to spring. These are a few of my favorite things. When the dawn lights, when the bee stings, when I'm feeling sad, I simply remember my favorite things, and then I don't feel so კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ერგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და სოფო ტოროშელიძეს. ნიკა შეგვაფასოთ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი. ნიკა, ხო. პირველ რიგში სოფო დიდი მადლობა, ტოროშელიძე. მადლობა. ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი. მე მარტივად გეტყვით, ოქრუაშვილები მღერიან კარგად, სწორად. ეხლა ეს ნომერი ბევრად ჯობია პირველ ტურს და მადლობა რომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და ის გააკეთეთ, რაც ბევრად უფრო მეტად გიხდებათ. ოღონდ ძალიან გეტყობათ გამოუცდელობა, ცხადია. იმიტომ რომ გაკლიათ გამბედაობა, არ უშვებთ შეცდომებს. ვიდრე მუსიკალური თვალსაზრისით პრაქტიკულად შეცდომები არ გაქვთ, მაგრამ ბევრად უფრო მეტი ენერგია ჭირდება სიმღერას, ბევრად უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენთან და გამბედაობა არ უნდა გეშინოდეთ, თქვენ კარგად მღერით.
კარგად მღერით, არა გაქვთ პრობლემები, არა გაქვთ. უფრო უნდა გაიხსნათ, უფრო მეტი უნდა გვაჩვენოთ. ეს თქვენ შეგიძლიათ. საინტერესო ხმები გაქვთ, ძლიერი ხმებიც გაქვთ. განსაკუთრებით გოგოებს ჯერ ბიჭ ჩამოყალიბებული არა აქვს ეს ყველაფერი. მაგრამ აი გამბედაობა გაკლიათ და ენერგიის მოტანა მაყურებლამდე გაკლიათ. არა უშავს ეს ყველაფერი მოვა, იმღერეთ რაც თავარია, არ გაჩერდეთ არასდროს, იმიტომ რომ ნიჭიერი ადამიანები ხართ ძალიან. მადლობა. ია, რას გეტყვით? ბავშვებო, ძალიან იჭერები ხართ, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო ნახევარფინალის თვის ძლიერი სიმღერა აბსოლუტურად მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი საოცარი ორკესტრი სიმღერა ძლიერი, ნამღერი და საერთოდ თლიანი მთელი პერფორმანსი მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ძლიერი ორკესტრი და ბრავო ორკესტრს ფანტასტიკური ორკესტრი. არ არის, ეს იყო რაღაცა ერთ პატარა სახალხო ზეიმზე სამღერის, აი ნამღერი სტილის სიმღერა და მე მაპატიეთ ნახევარფინალში ჩვენ ისეთი ძლიერი კონკურსანტები გვყავს, რომ არ ვიცი, მე ვეჭვმაქ რომ დაიჭაგრებით. ფინალში თუ გადავიდნენ. მადლობა, ნანა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შემოგთავაზეთ ეს სიმღერა. მე ძალიან მომეწონა თქვენი ტკბილი, რაღაცნაირი ბარხატოვანი ხმები, ძალიან კარგად შლიდით. სოფო, ძალიან მაგარი ხარ. ძალიან მაგარი ხარ, შენი ხელწერა ეთყობოდა ამ ყველაფერს. გემოვნებით შესრულებული. მე ერთ რამეში შეიძლება ერთი რამე ვთქვა, რომ დამაჯერებლობა განსაკუთრებით პატარებს გაყლიათ, უფროსი და უფრო გამბედავი იყო და ხმასაც უფრო რიხიანად უშვებდა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ტკბილი ხმები გაქვთ და საერთოდ ძალიან მაგარი სამი შვილი ყავთ დედას. კარგია, როცა სამი შვილი ყავს და სამივე ასეთი მაგარი და მე ვფიქრობ, რომ თუ მაყურებელი თქვენ კიდევ ერთ ჩანს მოგცემთ, გაცილებით უფრო მეტი დამაჯერებლობა გექნებათ შემდეგ ტურში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ კონცერტზე თუ რაღაცა ახალწლოვ ზეიმზე შესასრულებელი ნომერი, გაცილებით უფრო მეც და ფილარმონიის დიდ სცენას იმსახურებდა ეს მუსიკალური ნომერი. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს მოვუწოდებ. თუ გსურთ ეს არაჩვეულებრივი მუსიკალური ოჯახი იხილოთ ფინალში, მაშინ ახლა უნდა დავურეკოთ მათ ნომერზე 093330306. და აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ოქროაშვილების ოჯახი. ბრავო, ბრავო. ჩვენი პარტნიორი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი თქვენი ფავორიტის ხარდასაჭერად კიდევ ერთ საშუალებას გაძლევს. ანუ მთელი საქართველოს მასშტაბის ზუმერის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს, რომელსაც ზუმერი უკვე ფინალზე გამოავლენს და მას გადასცემს 5000 ლარიან ბაუჩერს. ამ ნოტაზე შეგვიძლია ჩვენ გადავინაცვლოთ ნიკასთან ბარამბოს ოთახში. ნიკა გისმენ? ვანიკო, ნახეთ ვინ არის ჩემთან ერთად. მხატვარი სოფო ხუციშვილი, რომელმაც კასტინგზე ულამაზესი ზედახატა, ისეთი ლამაზი, რომ მთელი საქართველო გააოცა. სოფო დღესაც გაგვაოცებს, მე ამის პირობას გაძლევთ და მითხარი ხომ არ ნერვიულობ? ცოტას ნერვიულობს ის, ამიტომ დაჭირდება თქვენი მხარდაჭერა აუცილებლად. მე გეტყვით მის ნომერს. 093330308 ამ ნომერზე შეგიძლიათ ამ წამიდან დაიწყოთ დარეკვა და დაუჭიროთ მას მხარი, მაგრამ მე ასე ადვილად ვერ გამოვაცილებ მას სცენისკენ. ჯერ უნდა ვკითხო ერთი გატაცების შესახებ, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. შენ თურმე ძალიან გიყვარს მოტოთი გასეირნება? ძალიან. ხო და ეს ჩემს ჰობისაც ემთხვევა, ჩემს სიყვარულსაც ემთხვევა და მე მინდა მეგობრულად გითხრა, რომ თუ დანთანხმდები, რა თქმა უნდა, მე გაგასეირნებ შენ მოტოთი. ისე კადრები ინახება და კარგი, პირობად შესრულებ დაპირებას. პირობას გაზლევ, რომ მე შევასრულებ ამ დაპირებას აუცილებლად. კარგი, დიდი სიამოვნებით. მოკლედ, სოფო მოემართება თქვენთან სცენაზე, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 093330308 აუცილებლად დაურეკეთ მას ამ ნომერზე. ჩვენ კი იქამდე ვიდეო ვნახოთ. Naked light I saw 10,000 people, maybe more. People talking without speaking. People writing songs, their voices never shared. And no one there to stir the sound of silence. ამ ნახატმა ჩვენა რეალურად როგორია თქვენი სამყარო. თქვენი სამყარო არის ძალიან კეთილი, ძალიან ფერადი, ძალიან თბილი, ისე როგორც მზე.
მოვფიქრებულა რამდენად რეალობა ის სადაც მე ვცხოვრობ. როგორ მიყვარს ამ ქუჩაზე ჩამოვა. ახალი წელი მოდის და თავფიქრობ რომ რაღაცა ფერადია, ლამაზია ქაურობა. რაღაცა რომ გამოხვალ ასახალწო განწყობა გექნება ამ ადგილებს რო შეხედავ. და ხალხიც გონია რომ რაღაც ყველა მომღიმარი ბედნიერი სახეებით არის ახალი წელი მოდის ბოლოს და ბოლოს. ჩემი ექიმი როგორც მეუბნება 4 წელიწადში დამთავრდება ყველაფერი ძალიან კარგად და მე შევძლებ უკვე არა სურათი წარმოვიდგინო, უკვე პირდაპირ შევძლებ თვალით დანახვა იმ სურათის. ახალია ზამთარია და ეს ხეები გაშლებულებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ეს ყველაფერი შესახედავად ძალიან ლამაზი და სასიამოვნო იქნება. Hold your memory for a moment with a blind hand. მოტოციკლზე როცა ავსდრივარ რაღაცა ყველაფერი ჩემს გარშემო მოვიწყდება რაც არის. მარტო მე და თავისუფალი სივრცე რჩება. როდესაც ქარი გეხება სახეს და ამ ქარს რომ მიაჭრი და მაინც რომ მიდიხარ და რაღაცა ანუ წინააღმდეგობებს რომ გადადიხარ და ბარიერებს რომ ლახავ ძალიან მაგარი ემოცია. აი მგონია რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. რომ როცა დავინახავ ჩემი სამყარო რეალობას დაემთხვა. სოფო ხუციშვილი Silent night, holy night, all is calm, all is bright, round your
Holy infant, so tender and mild, sleep in heavenly peace, sleep in heavenly Jesus, Lord, at thy birth, silent night, holy night, all is calm, all is bright, round yon virgin mother and child, holy infant, so tender and mild, sleep in heavenly peace, sleep in heavenly peace, sleep in heavenly peace. აი, რა სიტყვები არ ყოფილ და მე მგონი პირდაპირ ჟიურის თხოვოთ შეაფასოთ. რუსკა, აი მე ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ, სოფო, არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი კიდევ ერთხელ და ესეთი დიდი სიამოვნება მოგვანიჭე ყველას. ძალიან მაგარი ხარ და ძალიან ძლიერი ხარ და მაგალითი ხარ ყველასთვის, აბსოლუტურად ჩემთვის, ყველასთვის, მთელი საქართველოსთვის. დიდი მადლობა, რომ ხარ. დიდი მადლობა. ია, გთხოვთ. სოფო, შენ უკვე ნამდვილი გმირი ხარ.
მე გიყურებდი როგორ ემზადებოდი სანამ ნომერი დაიწყებოდა როგორ საქმიანად იყავი ჩართული ამ ყველაფერში და სასწაული გოგო ხარ შენი ისტორია უკვე გავიგეთ ნანუკას შოუდან და უკვე ისე გულშემატკივროთ თითოეული ჩვენთაგანი ძალიან გვიყვარხარ საოცარი ქალი ხარ აღარ დავიწყებ იმას რომ საოცარ მაგალითს აძლევ ადამიანებს და მინდა გითხრა რომ შენ ძალიან ლამაზი ფერებით გაგვიფერადე წინა საახალწლო განწყობა და აი ეს ნაძვის ხე პირადად ჩემთვის თელი ცხოვრება გამყვება სამახსოვროდ. დიდი მადლობა ნანუკამ. სოფო იმიტომ არის თან უნიკალური ადამიანი რომ სოფო იყო ძალიან პატარა. მაშინ როდესაც ეს პრობლემები შეექმნა და არ ვიცი რა ახსოვს. აი რასაც ხატავს ის როგორ ახსოვს, საიდან ახსოვს, მე ვიცი რომ სულ რამდენიმე წამით შეძლო მან ხედველობის აღდგენა და მაშინაც მხოლოდ თავის დედა დაინახა სილუეტებით. აი ყველაზე უნიკალური იმიტომ არის რომ აი ეს ნაძვის ხე, აი ეს ბუხარი, აი ეს სითბო გასაგებია რომ მოდის ეს მისი შინაგანი ბუნებაა და ეს ფერადია და ლაღია და ბედნიერია და ცხოვრებით ხარობს და იურიდიულზე სწავლობს და მეგობრები ყავს ფეხბურთზე დადის და ძალიან მაგარი გოგოა ეს ვიცი მაგრამ დადის? კი, ფეხბურთის მატჩებს ესწრება, იმიტომ რომ ცხოვრებას ფეხი აუწყოს, მაგრამ აი ეს სად შემორჩა მის მეხსიერებას, ჩემთვის იმიტომ არის უნიკალური და ჩემთვის იმიტომ არის უნიკალური, რომ მის მეხსიერებაში არის მხოლოდ ხასხასაფერები. მხოლოდ მზე და მხოლოდ სითბო. სოფო არის ბედნიერი და სოფო იმაზე მაგარ სამყაროს ხედავს, ვიდრე ძალიან ბევრი ჩვენგანი და სოფოს სამყარო არის ძალიან ლამაზი და სოფო შენ ძალიან მაგარი გოგო. მადლობა ჭოლა. კი, ნამდვილად. მე აღარ გავიმეორებ იმას რომ გმირი ხართ რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ასე შემდეგ მე მინდა გულწრფელად გითხრათ მე მთელი გულით შურს თქვენი არაჩვეულე არანორმალური სიცოცხლის სიყვარულის უნარის აი როგორ გიყვართ ეს სამყარო ეს ცხოვრება მე პირადად შურით ვისები კეთილ შურს გულისხმობ რა თქმა უნდა ღმერთმა აი ეს სულ აი არასდროს არ ღრუბლები არ თქვენ სად ღრუბლები არ ყოფილიყოთ არასდროს დიდი მადლობა ნიკა გთხოვთ სოფო ძალიან ასე ვთქვათ კომპლექსურია ჩემი ხა გამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა პირველ რიგში იმაზე რომ ცხადია რომ თქვენ ცეცხლს ანთებთ არა მარტო თქვენს მიერ დახატულ ბუხარში, ყველა ადამიანის გულში ანთებთ ცეცხლს, იმიტომ რომ აი ესე შეუპოვარი ხართ ცხოვრების მიმართ, რომელმაც დაგაკლოთ მნიშვნელოვანი უნარი ხედავდეთ ყველაფერს, რაც თქვენს ირგვლივ არის, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი უნარი და ეს რა თქმა უნდა მთავარი უნარიც არ არის. მთავარი უნარია რომ გიყვარდეს და იბრძოდე. თქვენ ეს უნარები გაქვთ ძალიან ბევრი, სხვებზე უფრო მეტიც ალბათ და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ცხადია რომ ეს ხატვა არ არის, ეს კოორდინაციის უნარი უფროა. ვიდრე ხატვა. ეს ნიჭი არ არის, ეს უფრო მეტად ბრძოლა და შეუპოვრობა. მაგრამ პროექტს ქვია ნიჭიერი. მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ თქვენ ფინალში გადახვიდეთ იმის ხარჯზე, რომელიმე ძალიან ნიჭიერი ადამიანი იქ ვერ მოხვდეს. ის ადამიანები მოდით ვიყოთ გულსხმელები, ვინც თქვენზე უფრო ნიჭიერია. ამ კუთხით, იმაში რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, თორე თქვენზე უკეთესი იურისტი ალბათ არ არის არც ერთი მათგანი და თქვენზე უფრო გამბედავი და მოსიყვარულეც შესაძლოა არც ერთი მათგანი არ იყოს. მოდით სოფო ესეთ რამეზე შევთანხმდეთ. მე ვიცი ძალიან კარგად, რომ ნანუკას შოუდან, მადლობა ნანუკას ამ გადაცემისთვის, რომ არსებობს შანსი, რომ თქვენ დაინახოთ სამყარო. ხო არ ვწდები მე? არსებობს? დიახ. და ეს საკმაოდ ხარჯიანი შანსია, ხომ? დიახ. მოდით ცადოთ და რუსთავი ამაში თქვენ დაგეხმარებათ. მე მინდა ერთის მხრივ პროექტმა შეინარჩუნოს თავისი სახე და მაყურებელმაც მე არ მინდა რომ მაყურებელს გადაყავდეს იმიტომ რომ თანაუგრძნობს ან იმიტომ რომ ეცოდება ეს სხვა პროექტია და ფინალში გადავიდეს ის ვინც ამას უფრო იმსახურებს მაგრამ მე მინდა რომ ჯერ ერთი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ტელევიზიის ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მსხვილი ტელევიზიის
და ყველაზე სახალხო ტელევიზიის სოციალური პასუხისმგებლობა მახსოვდეს ყოველთვის და ამას გარდა თქვენ შეუპოვრობას, თქვენს გამბედაობას, თქვენი სიყვარულის უნარს უთხრა ამ ფორმით მადლობა. მე მინდა ფინანსურად რუსთავი 2 დაგეხმაროთ და მოგეხმაროთ იმაში, ჩვენ ვერ ავიღებთ ცხადია გარანტიას, ეს ჩვენ კომპეტენციას ცდება, მაგრამ თუ რამე შანსი არსებობს, დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენ დაიბრუნოთ. ბრავო! ბრავისიმო! დიდი მადლობა. სოფო, მადლობა რომ ჩვენთან მოხვედით და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს რომ თქვენ შეძლებთ რომ რუსთავი 2-ის იურისტიც გახდეთ, როცა დაამთავრებთ უნივერსიტეტს. აუცილებლად. დიდი მადლობა ჟიურის მე მაყურებელს მოუწოდებ თუ სოფო გსურთ იხილოთ ფინალში ამისათვის უბრალოდ უნდა იყოთ მობილური ტელეფონები და დაურეკოთ მას ნომერზე 09330308 და მხარი აპლოდისმენტებით გავაცილოთ სოფო ხუციშვილი. და ჩვენი სპონსორია კრედიტონჯი. კრედიტონი ეს არის ონლაინ სესხები 50-დან 1500 ლარამდე, ხოლო პირველი სესხი შეგიძლიათ აიღოთ 500 ლარამდე 0%-ად. ახლა გადავინახოთ კრედიტონის ოთახში, სადაც ლიკასთან ყველა კონკურსანტის გულშემატკივარია. ლიკა. კრედიტონის ოთახში ყველა კონკურსანტის გულშემატკივარია. ახლა ისინი ძალიან ნერვიულობენ და უფრო და უფრო ახლოვდება ის წინასწარ, როდესაც ჩვენ დავიდეთ იმედების ვინაობას, რომელიც ნიჭიერის ფინალში გადავლენ, ასე რომ წარმატებას ისურვებთ საყვარელ კონკურსანტებს და ველოდებით ხალხის გადაწყვეტილებას და ჟიურის გადაწყვეტილებას და ჩვენ აქედან კრედიტონის ოთახიდან გავაგრძელებთ უფრო აქტიურად გულშემატკივრობას იმისათვის, რომ ჩვენი ხმა მივაწყინოთ ჩვენს კონკურსანტებს. დიდი მადლობა ლიკას. ნიჭიერის ნახევარფინალი ძალიან მალე გაგრძელდება და შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, იმიტომ რომ ჩვენ სულ მალე გავიგებთ ფინალისტების ვინაობას. მანამდე კი შეგიძლიათ ჩვენი ყურება გააგრძელოთ iMovies G-ის ინტერნეტ ოთახში. ძალიან მარტივია. მან უნდა შეხვიდეთ iMovies G-ზე და დააჭიროთ შესაბამის აპლიკაციას. ნიჭიერი კი ძალიან მალე რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. რეკლამის შემდეგ ყველაზე მთავარი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი და ვის აირჩევს ჟიური? ვინ გახდება ნიჭიერის ფინალისტი? და ნიჭიერი ისევ პირდაპირ ეთერშია მეოთხე ნახევარფინალი გრძელდება. მე შეგახსენებთ ჩვენი წარდგენია ზედაზენი. აბარა! ხოლო გენერალური სპონსორი ბარამბო სასურველი საჩუქარის საახალწლო. ჩვენო მაყურებელმა წესები კარგად იცის. დღეს 2 ფინალისტი გამოვლინდება. ეს მაყურებელი აირჩევს თავისი ზარებით, ხოლო მეორეს ჟიური დაასახელებს და კიდევ ერთ კონკურსანტს დაასახელებს ჩვენი წარდგენი ზედაზენი, რომელსაც შანსი ექნება, რომ ფინალში მოხვდეს. ჩვენი მხარდამჭერია Eastpoint. Eastpoint საჩუქრების ქალაქის ცენტრიდან 12 წუთში, რომელიც Eastpoint ხალხის რჩეულს გადასცემს 500 ლარიან ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც Eastpoint-ის ნებისმიერ ობიექტში შეეძლება. წინა ორშაბათს ხალხის რჩეული გახდა ანსამბლი ჩხოროჭუ და Eastpoint-მა დაპირებული 500 ლარიანი ვაუჩერის გადასცა. ნახოთ. გამარჯობათ. მე გილოცავ თქვენ ფინალში გადასვლას. გვიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმრად ხართ. ავიღოთ. ჩემი ხატარაობაში ვერ მოვაწარი, აი სიბერეში ვერ გერწევ. მოკლედ დღესაც ძალიან ნიჭიერი კონკურსანტები ყავს ნახევარფინალისტები და იმისთვის რომ მაყურებელს გაუადვილდეს გადაწყვეტილების მიღება, მოდით კიდევ ერთხელ გადავალოთ თვალი თუ რა მოხდა დღეს ნიჭიერში.
თქვენ აიღეთ ზედა კარტი, თუ ფქრობთ რომ არის წითელი მოათავსეთ აქ, ხო თუ ფქრობთ რომ არის შავი მოათავსეთ. წითელი. განაგზეთ მეორე კარტის, წითელი. განაგზეთ არიგება, დიახ. აჰა, შავი. მოდით. თავიდან როგორც ხედავთ, ყველა კარტი იყო წითელი, შემდეგ ყველა კარტი გახდა შავი. როგორც ხედავთ, ყველა კარტი წითელი, ყველა კარტი შავი. ყველა კარტი წითელი, ყველა კარტი შავი. ერთი გამონაკლისია. აქაც ყარალჯვარი. რა თქმა უნდა. ეფექტური სანახაობა, რომელსაც ჩვენ ერთად ვადენებთ ეტაპ ოჩახ ნინო, ძალიან ეფექტურია ეს ყველაფერი, დამეთანხმებით ალბათ. ნიჭიერში არ სახელდება აუთსაიდერი, ეს არის შოუ, რომელსაც ერთდროულად გამოეთიშება კონკურსანტების უმრავლესობა. 8 კონკურსანტიდან მხოლოდ 2 გადავა ფინალში. დანარჩენებისთვის სამწუხაროდ ნიჭიერი დასრულება. ხოლო თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული თუ ვინ გახდება პირველი ფინალისტი, რადგან მეორე ფინალისტს უკვე ჟიური აირჩევს. 8 კონკურსანტი აქ დგას და ელოდება ხალხის გადაწყვეტილებას და ესენი არიან Seu Aerials, Dachi და Liza, Nika Katsia, Kasletila, Nino Manjavidze, Ledi Laliashvili, ოქრუაშვილების ოჯახი, Sopo Khutsiშვილი. მათგან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოთ თქვენ. დარჩა სულ რაღაც 45 წამი და წამზომი ჩაერთო. მიცემა შეწყდა. სულ რაღაც წამები რჩება და ჩვენ გავიგებთ პირველი ფინალისტის ვინაობას, რომელიც თქვენ მაყურებელმა აირჩიეთ თქვენი ზარებით. 8 კონკურსანტი მოუთმენლად ელოდება თქვენს გადაწყვეტილებას.
ნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა. ყველანი ნერვიულობთ, რა თქმა უნდა. ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი გვაქვს. ოჰოჰოჰო. ყველა სახეზე ნერვიულობა ეთყობა, იმიტომ რომ გასაგებიც არის. რა თქმა უნდა. ჩვენც ნერვიულობთ. სულ შემოსულია 12444 ხმა. და ნიკა როგორც ჩანს თოვლის ბაბუა არსებობს. ამ ხმების 26%, იღეს დაჩინგალიზა! და ჩვენ პირველი ფინალისტი გვაქვს ეს და ეს თქვენ ხალხმა აირჩიეთ და დიდი მადლობა ამისთვის. მას ასე ხალხის რჩეული გახდა დაჩინგალიზა, როგორც ჩანს თოვლის ბაბუა მართლაც არსებობს. და ეხლა უკვე აი თუ არ არსებობს თოვლის ბაბუა, აი დაანგიცა ასევე ის პოინტისგან დაჩინგალიზას გადაეცემა დაპირებული 500 ლარიანი ვაუჩერი და მაინტერესებს როგორი შოპინგებთ თქვენ. ამას ნახავთ აუცილებლად. ახლა კი ჟიურიმ უნდა დაასახელოს თავისი რჩეული. ნიკა, გთხოვთ. ერთი ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ ჩვენ უკვე ვიცით, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. მე მინდა რომ საქართველოს ყველა ბავშვს ისე აუხდეს ნატურა, როგორც აი ამ რამდენიმე წუთის თუ საათის წინ პატარების მიერ ჩაფიქრებული ნატურა ახდა აი აგერ ჩვენს თვალწინ. ყველა საქართველოს ყველა ბავშვს და მსოფლიოს ყველა ბავშვს მინდა რომ ესე აუხდეს ნატურები ამ წინა სახელმწიფო დღეებში. დღევანდელი კონცერტი იყო ძალიან საინტერესო, უკიდურესად განსხვავებული ნომრებით. ის რაც ჩვენ ვნახეთ შეშურდებოდა კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ბევრ შოუს, ძალიან მაღალი ხარისხის შოუს, მაგრამ ჟიურიმ გამოარჩია ის, რაც ყველაზე მაღალი ხარისხის იყო, არა მარტო ამ შოუში, არამედ მთელს საქართველოში ამაზე მაღალი ხარისხი, ჩემი აზრით და ჟიურის აზრითაც რთულად წარმოსადგენია. ფინალში გადადის ანსამბლი კასლეტილა. მომდანდით ჩვენთან, მომდანდით. მას ასე ჟიურის რჩეული გახდა ანსამბლი კასლეტილა. ხოლო დაჩინგალიზა ხალხის რჩეული. და ეხლა ჩვენი წარმომადგენლის ზედაზენი დაასახელებს კიდევ ერთ კონკურსანტს, რომელსაც ექნება შანსი რომ მოხვდეს ფინალში და თქვენ 24 საათის განმავლობაში უნდა მისცეთ ხმა Facebook-ის გვერდზე. და ზედაზენის რჩეული გახდა ლედი ლალიაშვილი. ლედი ლალიაშვილი შეიძლება შანსი რომ მოხვდეს ფინალში, ხოლო დაჩინგალიზა და ანსამბლი კასლეტილა უკვე ფინალში არიან. შემდეგ ნახევარ ფინალში ჩვენ უკანასკნელ ორ ფინალის გამოვავლენთ. შემდეგი ნახევარ ფინალი გაიმართება 7 იანვარს, ძველის ახალ შობის დღესასწაულზე უკაცრავად და მანამდე ჩვენ შევხვდებით უკვე ახალწელს ვანოსთან, გიორგისთან, ნიკასთან, ლიკასთან, თადუგასთან ერთად რუსთავი არის პირდაპირ ეთერში 31 დეკემბრამდე. მომავალ შეტევამდე.